მოგესალმებით, მე ვარ მარიამ მეგრელიძე. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი ეხება ლიტერატურას, წიგნებს, მათ ავტორებს, გამოცდილებას და შეხედულებებს. ჩვენი სტუმარია წერის საავტორო სკოლა ფასკუნჯის დამფუძნებელი ბატონი გურამ მეგრელიშვილი. ბატონო გურამ, მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. მადლობა რომ მოგიწვიე. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ მოგვიყევით თქვენ შესახებ, საიდან დაიწყო ლიტერატურისა და წერისადმი სიყვარული. წერისადმი სიყვარული ცოტა გვიან დაიწყო, თუმცა მე მიყვარდა ყოველთვის კითხვა და კითხვა დაიწყო მას შემდეგ, რაც მოკლედ დედა მიკითხავდა ხოლმე წიგნებს და პირველი წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წავიკითხე, ეს იყო ოტია იოსელიანის დაჩის ზღაპრები. იმიტომაც ვისწავლე კითხვა, რომ ეს ჩემი წამეკითხა რა, სულ მინდოდა ხოლმე რომ ხელახლა გადამეკითხა და ჩემი პირველი წიგნი ეგ არის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, არაერთი წიგნის ავტორი ბრძანდებით, რაც სახეზეა და მოგვიყევით თქვენს პირველ ნაშრომზე, პირველ ტექსტზე, რომელიც წიგნად აქციეთ. რამდენი წლის ასაკში მოახერხეთ ეს ყველაფერი, რა ემოციები მოიტანა და ზოგადად რა გავლენა იქონია თქვენს ცხოვრებაზე პირველმა წიგნმა? პირველი წიგნი გამოვეცი, როცა ვიყავი 22 წლის. დავწერე ალბათ 21 წლის რო ვიყავი მაშინ 20-21 წლის, დაახლოებით მაგასაკში რა 21 წლისამ დავწერე ალბათ ეს წიგნი. საკმაოდ ისეთი რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის გამოცემა, იმიტომ რომ მაინც ფიქრობდი რომ არ ვარ საიმისოდ მზად რომ წიგნი გამოვცე და ამიტომაც გამოვეცი ფსევდონიმით და არ იყო ჩემი სახელით და გვარით. წიგნის წერის პროცესში, მაშინ, როდესაც პირველ ნაშრომს ქმნიდით, თვითონ წერის ტექნიკებში რა სირთულეებს გადააწყდით და დღეს როგორც არაერთი წიგნის ავტორი, რა რჩევას მისცემდით მომავალ ავტორებს და ჩვენ მაგალითად თქვენს მოსწავლეებს, რომელიც ახლავად გავართ ამ გზას. სირთულეები საკმაოდ ბევრია წერის პროცესში, მე ვფიქრობ რომ აი სხვისი გამოცდილება ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი არის. როდესაც წერის მასტერკლასზე დადის ადამიანი, აი მსხვის შეცდომებს აღარ უშვებს. მე მაგალითად რა შეცდომებიც მქონდა წერის პროცესში დაშვებული, ხო? ვცდილობ რომ ჩემ მოსწავლეებს, ჩემ სტუდენტებს და ასე შემდეგ აი ეს მოკლე გზა ვასწავლო, რომ აღარ დაუშვან ეს შეცდომები. თუმცა ამის გარეშე არაფერი გამოდის, როგორც ერთმა კარგმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა თავის დროზე, წერით ისწავლება საუკეთესოდ. ამიტომ რაც უფრო მეტ წერს ადამიანი, უფრო მეტად ახერხებს ამ შეცდომების მინიმალიზაციას. ამიტომ ყველაზე კარგი რჩევა არის ის, რომ მუდმივად უნდა წერო, იკითხო და თუ აი ესე დამხმარე საშუალებად, ასე ვთქვათ, აი სხვის გამოცდილებას, ამ წერის მასტერკლასის გამოცდილებას დაიხმარს ადამიანი, ვფიქრობ ყველაფერი გამოვა, იმიტომ რომ თვითონ სურვილი რომ წერა გინდა ადამიანს, ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და საქმის ნახევარი არის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფასკუნჯის სივრცეში, რომელიც არის თქვენი საავტორო სკოლა, სადაც არაერთი ლექცია ტარდება წერასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ წერასთან დაკავშირებით. როგორ გაჩნდა იდეა, რომ ეს სკოლა დაგიარსებინათ, ან საერთოდ საიდან დაიწყო თქვენი გზა პედაგოგიის მიმართულებით? პედაგოგობა დავიწყე 2009 წელს, მას შემდეგ ფაქტობრივად სულ ვასწავლი. ფასკუნჯის იდეა დამებადა 2011 წელს. უბრალოდ რაღაცნაირად არ ვიცოდი როგორი ფორმით უნდა გამეკეთებინა. მანამდე სხვა გზა გავიარე, სხვა სივრცეებში ვატარებდი შეხვედრებს, ლექციებს და ბოლოს დაუბრუნდი იმ ჩემი იდეას. აი სახელიც კი მახსოვს, რომ ბაკურიანში სემინარზე ვიყავი რაღაც სემინარზე, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა და იქ ვიჯექი სემინარზე და ჩანახატები მქონდა დარჩენილი. სადღაც მაგ კიდეც ეს ლოგოს ხატავდი ჩემთვის ფასკუნჯის სახელს და მოკლედ ესე დაიბადა ეს იდეა და 4 წლის წინ დავიწყეთ, 1 ნოემბერს არის დაბადების დღე ამ სივრცის და უკვე ბევრი კურსი ტარდება აქ, კიდევ ბევრი ჩატარდება და ძირითადად მოდიან აქ ადამიანები, ვისაც უყვართ კითხვა, ლიტერატურა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგია და ასე შემდეგ, ფიქრი და შემოქმედებითობა. ყველაფერი ის, რაც ხელოვნებასთანაა კავშირში. რომელ წიგნს აქვს თქვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა თქვენი შემოქმედებიდან? აი, მოგვიყევით ამ წიგნზე, მის სათაურზე, რატომ არის განსაკუთრებული? ალბათ ყველა მწერალს აქვს მის შემოქმედებაში რაღაც გამორჩეული. აი, გამიჭირდება სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ როგორ არის, თავიდან წერას როცა ვსწავლობდი, ალბათ 1000 გვერდი დავწერე და გადავყარე.
აი ესეც დავხიე და ღუმელში ვწავდი ხოლმე მახსოვს ვანთებდი ხოლმე იმას რა ქვია ღუმელს მაგინით ჩემ ნაწერებით. ნუ ეს იყო ასე ვთქვათ რაღაცა შამანური რიტუალი კი არ იყო, უბრალოდ ვიშორებდი თავიდან ამ ტექსტებს, რომ რაღაცნაირად ძალიან მიჯაჭვული არ ყოფილიყავი. ბოლოს ალბათ 1-4 წლის წინ კიდევ 1000 გვერდი დაახლოებით რაღაცა ესე დაახლოებით წავშალე კიდე მოვიშორე ასე ვთქვათ თავიდან, იყო აქედან 2 რომანი გამოუქვეყნებელი და რამდენიმე მოთხრობა, რომელიც იყო გამოქვეყნებული და ჩავთვალე, რომ ესენი არ იყო ჩემთვის საინტერესო და ამიტომ წავშალე shift delete-ით ასე ვთქვათ. და რაც დარჩა იქიდან ძალიან მიჭირს, რომ ვთქვა, რომ აი რაღაცა რომელიმე შეიძლება გამოარჩიოს ადამიანმა. თუმცა მაქვს ერთი კრებული, რომელიც არის ერთგვარი რეპრინტი სხვადასხვა გამოცემებისა, ქვია ჯვარცმობანა და აქ შესული რამდენიმე მოთხრობა მე პირადად ყოველთვის რაღაც ემოციებს მიახლებს ხოლმე და შეიძლება ვთქვათ, მოდი ეს გამოვარჩიოთ ამ ეტაპზე. მე როგორც თქვენი მოსწავლე, თქვენი წიგნებიდან პირველი რაც შეხება მქონდა, იყო მკითხველის მეგზური, რომელმაც ზოგადად მასწავლა თუ როგორ იწერება წიგნის განხილვა და ყოველთვის ბევრად მიმარტიყოდა ამ წიგნის შემდეგ უფრო გამიმარტივდა ზოგადად წიგნის განხილვის და შეფასების პროცესი. რადგანაც მე ამ წიგნს ვიცნობ, მოდით აი ამ წიგნზე ვისაუბროთ, თუ საიდან წამოვიდა იდეა, რომ ესეთი სახის წიგნი შეგექმნათ, რომელიც წიგნთან ერთად არის სახელმძღვანელოც და ზოგადად რაში ეხმარება ეს წიგნი იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ზოგადად წიგნის კითხვის შემდეგ მათი ეგრეთ წოდებული რევიუების წერა. კი ბატონო, მე მანამდე მქონდა ერთი წიგნი კიდევ გამოცემული, რომანი, მოდელი 18-12 ესე ერქვა ამ რომანს. ეს არის რომანი, ხატრული ტექსტი, იმაზე თუ როგორ იწერება რომანი, ასეთი უცნაური ფორმა აქვს. ეს წიგნი არის ფაქტობრივად სახელმძღვანელო იმის გასაგებად თუ როგორ წერს ავტორი წიგნს და მკითხველი პროცესში მონაწილეობს, აი თქვათ ხედავს როგორ უყურებს ავტორი ტექსტის შექმნის პროცესს. ეს გავაკეთე იმიტომ რომ მივხვდი რომ ჩემი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო პროცესი იქნებოდა კითხვა თუ მათ ეცოდინებოდათ როგორ იწერება ეს წიგნი. ანუ მეორე მხრიდან ეს წერის სწავლება კი არ არის, აი რაღაცნაირად საიდუმლოებების ცოტათი გამხელა არის მკითხველისთვის. და ჩემო პრაქტიკამ რასაც ვატარებდი მე სხვადასხვა სივრცეში დამანახა რომ მოსწავლეების ნაწილისთვის კარგი იქნებოდა რომ შემექმნა რაღაც ესეთი წიგნის სახელმძღვანელო, სადაც ისინი საკუთარ შრომას გაზომავდნენ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს კარგი რაღაც არის ხოლმე. ხშირად აი ბევრს მუშაობს ადამიანი და რო კითხავ რა განსხვავებაა წლის დასაწყისსა და წლის ბოლოს შორის, მაგალითად ჩემ მოსწავლეებს ხშირად ამბობდნენ რომ აი არაფერი, რა ვიცი, დიდად არაფერი არ შეცვლილა. და როცა ეს წიგნი გაქვს და უკვე შეგიძლია გაზომო, აქ 33 წიგნის განხილვა შეიძლება ჩაიწეროს, ხო? როცა შეგიძლია გაზომო შენი შრომა, ასე ვთქვათ, აი რამდენი წიგნი წაიკითხე, როგორ გაანალიზე, როგორ განვითარდი წერის პროცესში, აი პირველ რევიუს რო წერდი, როგორი იყავი და ბოლოსში რო გახვედი, როგორი იყავი. ეს კარგი საშუალებაა ჩემი აზრით და ამიტომაც მოვიფიქრე ამ წიგნის ასე ვთქვათ გამოცემა. ესეთი წიგნი არის, ვაჩვენებ ასე ვთქვათ მაყურებელსაც, აზროვნების აკადემიის გამოცემა, მკითხველის მეგზური, ასე ქვია და ძალიან კარგი დამხმარე საშუალება არის თინეიჯერებისთვის და ნუ უფრო ზრდასრულებისთვისაც რომ საკუთარი ნააზრევი სხვას გაუმხილონ, იმიტომ რომ მე რასაც ვაკვირდებოდი ხოლმე, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა რომ კარგი წიგნის წაკითხვის მერე ვიღაცას გვინდა რაღაც გაუღზიაროთ და ხანდახან აუდიტორია არ არის ხოლმე და ეს არის აუდიტორია ფაქტობრივად, რომელიც მერე შეიძლება რამდენიმე ადამიანსაც წააკითხო შენი განხილვა და ძალიან კარგი საშუალებაა ზოგადად წიგნიერების პოპულარიზაციისთვის. ნამდვილად გეთანხმებით, აქვე დავამატებ ჩემ აზრს, მე მახსოვს რომ პირველი განხილვა რაც ამ წიგნში დავწერე მქონდა ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონის და წლის ბოლოს წელი რომ სრულდებოდა, ისევ იგივე წიგნზე დავწერე განხილვა და ნამდვილად რადიკალურად განსხვავდებოდა. ეს წიგნი უფრო მეტ საშუალებას გაძლევს, რომ იპოვოთ კონკრეტულ ტექსტში სიმბოლური ნაწილები. კი, შენთან მე მახსოვს, რომ ყოველთვის ძალიან საინტერესო წერდი ხოლმე განხილვებს და ესეთი სასიამოვნო პროცესი იყო. აი ყოველთვის კარგია, როცა რამდენიმე მოსწავლე ერთდროულად კითხულობს განხილვას, რომ ხვდები, როგორ განსხვავდება მათი ხედვა, იმიტომ რომ ჩვენ ჩავდივართ წიგნის სიღრმეებში, იქიდან გამომდინარე
ჩვენ თვითონ რა სიღრმეებს ფლობთ. ამიტომ აი ეს ყოველთვის საინტერესოა ხოლმე და შენი განხილვები ყოველთვის ძალიან ნამდვილად ამ წიგნმა არაერთი წიგნი იმაზე ღრმად დამანახა, ვიდრე მე ვფიქრობდი. თუმცა ამ წიგნის გარდა მე ასევე გავეცანი თქვენს წიგნს სახელწოდებით ხელი გამოშვიდე და ეს როგორც ვიცი არის ფსიქოლოგიური ნაშრომი მშობლებისთვის, რამაც ჩემზე როგორც შვილზეც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და რავი, ჩემი აზრით ალბათ ეს ის წიგნია, რომელიც ყველა მშობელმა და ყველა დედამ უნდა წაიკითხოს და ვთვლი რომ არა მხოლოდ დედამ. საიდან წამოვიდა აი კონკრეტულად ამ წიგნის იდეა, ან ეს სათაური რატომ შეურჩიეთ ამ წიგნს? სათაური შეურჩიე იმიტომ რომ დავწერე წერილი მასწავლებლებისთვის თავის დროზე და ეს ფაქტობრივად იყო ოთარ ანთქვრივის განხილვაც და თან ერთგვარი რეკომენდაციები ქართველ მშობელს რომელიც ჩემი აზრით ქართველი მშობლები, კარგი მშობლები ვართ. ოღონდ გვაქვს ერთი პატარა მინუსი, რომ ცოტა ზედმეტად ვზრუნავთ ხოლმე შვილებზე და ეს ჭარბი მზრუნველობა, ეს ეგრეთ წოდებული ჰიპერმზრუნველობა ხანდახან აზიანებს ურთიერთობებს და ხანდახან ჩვენი შვილები ცოტა უფრო დიდხანს რჩებიან შვილის როლში, ვიდრე საჭიროა. ნუ სადღაც 18 წლამდე ეს ლოგიკურია, მაგრამ აი უკვე 25 და 27 წლის რო ისევ დედის და მამის ფრთის ქვეშ არის და მშობელი არ აძლევს ასე ვთქვათ წასვლის საშუალებას, ეს მერე პრობლემაა ხოლმე. ამიტომ სათაური ეს არის, კონცეფცია წიგნის ეს არის, რჩევებია მშობლებისთვის. გამოხმაურება ამ წიგნს მართალი გითხრა აქვს კარგი, რაც მახარებს და მე ამ წიგნის მიხედვით ბევრი შეხვედრაც ჩავატარეთ და შენ თუ წაიკითხე, არც ვიცოდი და თუ მოგეწონა, ეს დიდი კომპლიმენტია ამ წიგნისთვის. მე ვთვლი რომ ეს წიგნი ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს, იმიტომ რომ რაღაც საკითხებს განსხვავებული თვალით დაინახავენ, ეს ჩემი აზრია. და ზუსტად ვიცი რომ თითქმის იგივე კონცეფციით შეიქმნა თქვენი კიდევ ერთი წიგნი, როგორ ველაპარაკოთ შვილებს. ეს მართალია არ მაქვს წაკითხული, თუმცა სიამოვნებით მოვისმენდი თუ რა ხდება ამ წიგნში. მე გაჩუქებ მაგ წიგნს და თავად წაიკითხავ. ეს როგორ ველაპარაკოთ შვილებს არის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი იყო ხელი გამოშვი დედა. ის არის შვილებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის ტექნიკებზე, აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სკოლაზე, სკოლის პრობლემებზე და ასე შემდეგ. ეს მეორე ნაწილი უშუალოდ უფრო ვიწრო გაგებით მშობელს და შვილს შორის ურთიერთობის ნაწილია. როგორ ველაპარაკოთ შვილებს, უფრო პედაგოგებისთვისაც გამოსადეგი, თუმცა ნუ ორივე შემთხვევაში შეიძლება გამოადგეს ის, ვინც აღზრდის პროცესში მონაწილეობს და აი შვილის დანახული, შვილის მხრიდან დანახული ეს ამბავი შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შვილი შეიძლება დაეხმაროს მშობელს იმაში რომ მშობელი დაეხმაროს შვილს. აი ეს ამბავი შეიძლება მოხდეს მათ. ნამდვილად უღრმესი მადლობა და აი საბოლოოდ რა რჩევას და ანუ რა ზოგად რჩევას მისცემდით არა მხოლოდ თქვენ მოსწავლეებს, რომლებსაც გვაქვს იმის ბედნიერება, რომ თქვენთან ერთად და თქვენი მითითებებით ასე ვთქვათ გავიაროთ ის გზა, რასაც პირველი სიტყვიდან წიგნის გამოცემამდე მივყავართ, არამედ იმ ადამიანებს და არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ დასულ ადამიანებს, რომლებიც ახლა ადგებიან იმ გზას, რასაც მწერლობა და ავტორობა ჰქვია. ანუ რა რჩევებს მისცემთ, რა უნდა გაითვალისწინონ ამ უმნიშვნელოვანეს გზად? ეს არის რუტინული შრომა. ჩემთან წერის მასტერკლასზე ზრდასრულებიც, უფროსებიც როცა მოდიან ხოლმე, პირველი შეხვედრისთანავე ვეუბნები, რომ თუ გონია რომ ეს რაღაც გასართობად მოდიხარ და ესე სალაღობოდ აპირებ რაღაცის დაწერას, ასე ტექსტები არ იქმნება, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ძალიან რთული შრომა. ერთი და იგივე ნაწერის გადაწერა შეიძლება 10 ჯერაც კი მოგიწვიოს და მეტჯერ. მუდმივად რუტინულად უნდა იშრომო. დაახლოებით ისეთივე რუტინული შრომა სჭირდება ამას, როგორც მაგალითად სპორტსმენის ვარჯიშს. ხო ვერ გახდები ოლიმპიური ჩემპიონი თუ რომელიმე დღეს ჩააგდებ და იტყვი რომ მოდი დღეს არა ხასიათზე არ ვარ, არ მოდი ხვალიდან გავაგრძელებ. ეხლა მეზარება მერე იყოს და ასე შემდეგ, ხო? სპორტსმენს გადადებული აქვს თავისი ჩვეულებრივი ცხოვრება და ცხოვრობს აი ამ ცხოვრებით, ხო? ზუსტად ესეთივე არის შემოქმედებითი პროცესი. ყოველდღე უნდა იკითხო და ყოველდღე რაღაც უნდა დაწერო. აი Facebook-ის პოსტიც რო იყოს და რაღაც შემეცნებითი რო იყოს, ესეც კი აუცილებელია რომ წერო, იმიტომ რომ წერა უნდა გადაიქცეს რუტინად, ძალიან მარტივი მექანიზმი მუშაობს.
ჩვენი ტვინისთვის ეს არის ერთგვარი საშიშროება, ანუ ტვინს ეშინია ენერგიის დახარჯვის კითხვით და წერით, როცა აი ამ სტრესს ნელ-ნელა მოუხსნი, მე პროცესი ხდება სასიამოვნო. ამიტომ სანამ სასიამოვნო გახდება, უნდა რუტინის გზა გაიაროს ყველამ და ყველას ურჩევ რომ მოკლედ ჩაერთონ ამ პროცესში და აქ თუ მოვლენ ამ სივრცეში ჩვენ დავეხმარებით მაგაში. ორმოსი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი გურამ მეგრელიშვილი. ჩვენი მომდევნო ეპიზოდი ერთ კვირაში დაიდება. ვეცდებით საინტერესო მწერალი მოვიწვიოთ და მან გაგვიზიაროს თავის გამოცდილება. თქვენ კი თუ რომელიმე კონკრეტული მწერალის ხილვა გინდათ ჩვენ სივრცეში, აუცილებლად მოგწერეთ პირად შეტყობინებებში. მადლობა.